პროფესიებს. როგორც სწავლების მიმართულებით, ასევე დასაქმების მიმართულებით. ანუ, როდესაც ჩვენთან მოდის ჩვენი სტუდენტი, ნებისმიერი მიმართულებით ეს იქნება front-end development-ი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი, გარდა ტექნოლოგიური და ციფრული მიმართულება, ვცდილობთ, რომ ჩვენი პროგრამები, ჩვენი აკადემიური გუნდის მიერ არის ისე შემუშავებული, რომ მივაწოდოთ და ვასწავლოთ კარგად და გარდა მაგისა, რაც დღეს 21 საუკუნეში არის განსაკუთრებით მოთხოვნა დამსაქმებლისგან რბილ უნარებზე, ეს უნარებიც გამოვუმუშაოთ, მოვამზადოთ იმისათვის სრულიად, რომ როგორც კი ჩვენთან დაასრულებს სწავლას, ოღონდ მანაც უნდა მოინდომოს, რა თქმა უნდა, მოვამზადოთ იმისათვის, რომ დასაქმდეს. იმიტომ რომ დღეს ტექნოლოგიური მიმართულება არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალ ანაზღაურებადი და რეალურად არის კადრების დეფიციტი, ხოლო კი საქართველოს მასშტაბით რომ ვიმსჯელოთ, დღითი დღე ახლა მონაცემებიც გამოქვეყნდა, რომ IT სექტორი იზრდება, მზარდია ეკონომიკურადაც, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ და უფრო მეტი მოთხოვნა კვალიფიციური კადრების მიმართ და შესაბამისად ამას ვემსახურებით ჩვენი სლოგანიც ეს არის, ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება. გამოგადგება ის, რომ თუ მართლა მოინდომებ, მიყვები, ისწავლი და განვითარდები, რეალურად სწრაფად შეგიძლია, რომ შენი რაღაც შენთვის საინტერესო პროფესიით გააგრძელო მუშაობა და აი ნატაც ნათელი მაგალითია ჩვენი შედეგის და არაერთი გვყავს ასეთი, რომელმაც რაღაც ეტაპზე ჩვენთან გაიარა კურსები, ჩვენ თვითონაც ვიყავით ჩართული და არაერთ კომპანიასთან თანამშრომლობს თვითონ Skillwell-ი დასაქმების მიმართულებით, ახლა ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ 50-ზე მეტი კომპანია არის არა მარტო ტექნოლოგიური, არამედ სხვა მიმართულებებითაც, იმიტომ რომ დღეს ყველას ჭირდება ტექნოლოგიური სფეროს ექსპერტი და პროფესიონალი, იმიტომ რომ ყველაფერი არის ციფრული. შესაბამისად, ამ ნაწილში ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩვენს კურსდამთავრებულებს, ესე რომ ვთქვათ. მადლობა ლიკა, ზოგად მიმოხილვისთვის და სანამ უშუალოდ კოლეჯზე გადავალ სასაუბროდ, მოდი ნატას დავუთმოთ სიტყვა და ნატა, როგორ მოხვდით Skillwell-ში და როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება და საიდან აღმოაჩინეთ ზოგადად ეს ორგანიზაცია? მოდით მოგვეტყვით. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. Skillwell-ს რაც შეეხება, მე გამიმართლა იმ პერიოდში, როცა Skillwell-ში მივედი. კერძოდ დაფინანსებით მოვხვდი, USAID-ის დაფინანსება იყო მაშინ და გავაგზავნე განაცხადი. შესაბამისად, რატომღაც აღმოჩნდი მაგრამ Skillwell-ში და ვისწავლე IT პროექტ მენეჯმენტი და ანალიზის კურსი. ეს იყო 7 თვიანი კურსი, საკმაოდ დიდ პერიოდს მოიცავდა, რომელიც რეალურად ძირითადად იყო დატვირთული პრაქტიკული ნაწილით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე უკვე 6 წელი ამ სფეროში ვარ, მაგრამ ყველა ეტაპზე ვცდილობ, რომ უფრო მეტად განვითარდე ჩემი მიმართულებით შესაბამისად, ნებისმიერი კურსი, მით უმეტეს ტექნოლოგიების მიმართულებით, ჩემთვის არის მნიშვნელოვანი. წეგან ახსენეთ თქვენ დასაქმების ნაწილით, Skillwell მაგ ნაწილშიც მე მეხმარებოდა, უბრალოდ იმ პერიოდში მე უკვე დასაქმებული ვიყავი, შესაბამისად უარი ვთქვი მაგ შემოთავაზებაზე. საკმაოდ ბევრი აქტიური ვაკანსიებია დღემდე, როგორც ვიცი. ამიტომ მართლა კარგი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც რეალურად ტექნოლოგიების სფეროში უნდა რომ იყოს მომავალში. თქვენ ონლაინ სწავლობდით თუ ეს პირისპირ სივრცეში ტარდებოდა ლექციები? მე ონლაინ გავიარე 7 თვის განმავლობაში, ონლაინ სწავლობდი Skillwell-ში. და ლიკა, ეხლა უკვე თქვენ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ კოლეჯში პირისპირ სივრცე ქონდეთ. მოდით ეხლა მოგვიყავით კოლეჯზე, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებს. კოლეჯის ნაწილი არის ჩვენთვისაც ძალიან, ესე ვთქვათ, სასიხარულო და საპასუხისმგებლო ეტაპი მთელი Skillwell-ის გუნდისთვის, იმიტომ რომ აი სულ რამდენიმე ერთი კვირის წინ Skillwell-ის ბათუმის კოლეჯს მიენიჭა უკვე ავტორიზაცია. ჩვენ ვემზადებით სექტემბრიდან, რომ ბათუმში და გვიხარია, რომ პირველი იყო ბათუმი, ანუ აჭარის რეგიონი და არა თბილისი, იმიტომ რომ ყოველთვის არის ხოლმე, რომ თბილისში ჯერ არის თბილისი და შემდეგ რეგიონები და ჩვენთვისაც მთავარი აქცენტი არის, ასე ვთქვათ, რეგიონი და გვიხარია, რომ იყო ბათუმი, მოგვენიჭა
ავტორიზაცია, რაც ნიშნავს 6 წლის ვადით, კი ბატონო, ამ ეტაპზე ბათუმში გვექნება ერთი პროგრამა, 11 თვიანი, ეს არის front-end development-ის მიმართულება, რომელიც დღეს ასევე არის ყველაზე ერთ-ერთი მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესია და ძალიან, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ტექ სფეროში, იმიტომ რომ დღესდღეობით ნებისმიერ სფეროს, ნებისმიერ კომპანიას აქვს ვებგვერდი და ამ ვებგვერდზე მათი მომხმარებლები რომ შედიან პირველი ნატა ხომ სწორად ხსნი მე შენს დამეხმარე რომ პირველი ურთიერთობა მათ ვებგვერდზე რაც არის და შთაბეჭდილება და ასე შემდეგ სწორედ დადებითი რომ იყოს ამაზე მუშაობს front-end developer-ი. ხომ სწორად აუხსენი, ამიტომ ძალიან საინტერესო, საპასუხისმგებლო, მნიშვნელოვანი, მოთხოვნადი და აქტუალური პროფესია არის, რომელიც დასაქმების არეალი აქვს იმდენად ფართო, ნებისმიერ ბანკი იქნება, საფთიაქო ქსელი, ნებისმიერ, იმიტომ რომ ყველას აქვს და ყველა სჭირდება. ანუ 11 თვეში ჩვენ აღებ დიპლომს, კი ბატონო, იღებენ სახელმწიფო დიპლომს ჩვეულებრივად. სწავლა სრულიად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. ეს ხაზგასმელია ნამდვილად, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ესეთი მომხიბლავი პროფესიები არ გონიათ ხოლმე, რომ სახელმწიფოსგან სრულად დაფინანსებული შეიძლება იყოს და ფაქტია, რომ თქვენთანაც ასე იქნება. სრულად დაფინანსებულია. არანაირი მოსამზადებელი ეტაპი არ სჭირდებათ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს სკოლის, ესე ვთქვათ, ატესტატი, დასრულებული აქვს სკოლა, გასაუბრების საფუძველზე შეუძლია რომ დაიწყოს სწავლა ჩვენს კოლეჯში, ბათუმში, რომელიც 2 სექტემბრიდან იქნება მგონი რეგისტრაცია გამოცხადებული. სწავლების მოდელი არის ჰიბრიდული, ძალიან ესე ვთქვათ, მოქნილი არის, სურვილისამებრ იქნება, ვისაც სურს რომ ჩვენს არაჩვეულებრივ მართლა ღიად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ისეთი სივრცე გვაქვს ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. მოდით მოგვიყევით ამ სივრცეზე უფრო ცალკე განვავრცობ, ისეთი სივრცე გვაქვს, რომ შეუძლიათ რომ ამ სივრცეში მოვიდნენ, ისწავლონ, დაისვენ იმიტომ რომ აღჭურვილი არის თანამედროვე ყველაფერი გვაქვს ინფრასტრუქტურა, გარემო, მოსასვენებელი სივრცე, კაფეტერია, აუდიტორიები, სამეცადინო, coworking სივრცეები, სრულიად ახლა რთულია ესე სიტყვიერად ავხსნა ჩვენი მაყურებლისთვის, მაგრამ Skillwell-ის page-ზე ვინც შევა და შეუძლია რომ დაათვალიეროს, იმიტომ რომ გვიდევს ეს ყველაფერი, სრულებით არის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი და შემიძლია ვთქვა, ესე ვთქვათ, ღიად რომ ამ ინფრასტრუქტურის კოლეჯი საქართველოში, არ ვიცი, ჯერ შეიძლება მე მგონი არ არის, არ ჩამოუვარდება არაფრით ზოგ უნივერსიტეტს ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ისეთი შენობა გვაქვს მით უმეტეს აჭარაში. ბათუმი, კერძოდ ბათუმში. სწავლების მოდელი არის ჰიბრიდული, როგორც აღვნიშნე, ვისაც სურს რომ ამ არაჩვეულებრივ სივრცეში მოვიდეს, შეუძლია რომ მოვიდეს და ისწავლოს, ვინც ვერ ახერხებს, რა თქმა უნდა, იმის შესაძლებლობაც აქვს, რომ დისტანციურად მიიღოს ანალოგიური ხარისხიანი განათლება ჩვენს კოლეჯში. გარდა მაგისა, ჩვენი პრინციპი, ზოგადად Skillwell-ის პრინციპი რაც არის, ჩვენს კოლეჯშიც ანალოგიურად იქნება, რომ ჩვენ ვამზადებთ არა მარტო განათლების მიმართულებით ჩვენს სტუდენტებს, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასწავლიან პრაქტიკოსი ლექტორები, რომლებიც მოგეხსენებათ, რომ ტექნოლოგიები და ეს ციფრული სამყარო ყოველ დღე იცვლება, ყველაფერი იცვლება, დღეს თუ რაღაცას აკეთებდი ასე, ხვალ შეიძლება მოგიწიოს სხვანაირად გაკეთება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენს კოლეჯში ყოფილიყვნენ პრაქტიკოსი ლექტორები და მათ გაეზიარებინათ მათი გამოცდილება. გარდა მაგისა, როგორც აღვნიშნე და რაც იყო ჩვენი მთავარი სტანდარტი, რბილი უნარების განვითარება და დასაქმებისთვის მომზადება. ანუ ესე ვთქვათ, ესეთ მარშრუტს გეგმავთ 11 თვეში ვამზადებთ, ვასწავლით და ჩვენთვისაც ძალიან გვიხარია ყოველთვის ჩვენი სტუდენტების წარმატება, ამისთვის ყველანაირად მომზადებულებს ვუშვებთ, იმიტომ რომ ერთია რომ შენ შეიძლება გქონდეს ძალიან კარგი ცოდნა, ყველაფერი იცოდე, მაგრამ შემდეგ უკვე გასაუბრებაზე და სამსახურის ძიების დროს როგორ და წარმოაჩინოს სწორად საკუთარი თავი, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენი ესე ვთქვათ წარმატების გუნდის მენეჯერები და მთლიანი ესე ვთქვათ მიმართულება გვაქვს, რომელიც ამას ცალკე
ასწავლის, ამზადებს გასაუბრებისთვის და თავად ჩვენი დამფუძნებელიც გიორგი მარიამიძეც ხშირად გვაქვს ხოლმე ჩვენი სტუდენტებისთვის, ესე ვთქვათ, მის გამოცდილებასაც უზიარებს ხოლმე, აი როგორ უნდა გაიარონ ის პირველი ეტაპი, რომ მივიდნენ გასაუბრებაზე და გასაუბრებამდე. შესაბამისად, ამ ყველაფერს ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ხარისხიანად, როგორც ზოგად აქამდე სკილვილი აკეთებდა თავის, ესე ვთქვათ, არაფორმალური განათლების მიმართულებით, ახლა უკვე ფორმალური განათლების მიმართულებით აღვასრულოთ. ლიკა, რადგან დასაქმების ნაწილს შეეხეთ ამ საინტერესო გამოცდილებებს, ხომ? თუ ყავთ პარტნიორი ორგანიზაციები, აი ამ გამოცდილებამ, რამაც აქამდე მოგიყვანათ, ხომ? ვისთანაც თუნდაც გაქვთ ან მემორანდუმები, ხელშეკრულებები, რადგან ერთია გაუშვა მომზადებული კადრი ბაზარზე და გაუშვა თუნდაც იმუნარებით, რომ გასაუბრებაზე როგორ გაართვას თავი ამ ყველაფერს, ესეც შესძინო და მეორეა კონკრეტულ დამსაქმებელთან გაუშვა. აი ამ კუთხით თუ გაქვთ გამოცდილებები, ესეც რომ გითხრათ. რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენ აქამდეც არაერთი ყავს უკვე პარტნიორი კომპანიები, რომლებთანაც თანამშრომლობთ, რომლებსაც ვამზადებთ და მე პირდაპირ აიყო უნდათ რომ დაასაქმონ ხოლმე ჩვენი კანდიდატები. ეხლა ყველას ვერ ჩამოვთვლი, არიან წამყვანი კომპანიები, ტექნოლოგიური მიმართულებით და თუ მაქვს უფლება შემიძლია ვთქვა კიდევაც, მაგრამ ეს 50-ზე მეტი პარტნიორი კომპანია გვყავს სხვადასხვა სფერო, ანუ მიმართულებით, ტექნოლოგიური მიმართულებით, თანამშრომლობთ ასევე IT ასოციაციასთანაც, როგორც არიან ტექ კომპანიები, ასევე ბანკები, საერთაშორისო კომპანიები, ჩვენ საერთაშორისო მიმართულებებითაც გვაქვს ძალიან კარგი გამოცდილება და ამაზეც მე შემიძლია რომ ვისაუბრო. ჩვენი პროგრამებით ამ ეტაპზე რაც გვაქვს სხვა ქვეყნებში, აზერბაიჯანში, იტალიაში და უზბეკეთში სწავლობენ, შესაბამისად ფაქტობრივად თქვენ 11 თვეში ადამიანს უქმნით ახალ მომავალს და აი ყავს მაგალითი ნატაც, რომელიც როგორც ვიცი 22 წლის იყო, როცა გადაერთო, ხო? ნატა ასე როგორც გადაცემას შემოსვლამდე გითხარით. მოდით, საინტერესო იქნება თქვენი რჩევები იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა ლიკას საუბრით ძალიან მოიხიბლა და დაინტერესდა და მოუნდა რომ ჩაერთოს პროფესიულ განათლებაში, ხო? თქვენ რა რჩევას მისცემდით? ფაქტია, რომ 22 წელიც არ არის ესეთი ასაკი, თქვენ გაიარეთ უმაღლესი განათლების ეტაპი და შემდეგ გადაინაცვლეთ პროფესიულ განათლებაში. მოდით ამ გამოცდილებაზე ვისაუბროთ და ამის შესახებ ერთ-ერთი სიტყვაც რომ გითხრათ. ხო, 22 წლის ასაკი ნამდვილად არ არის პატარა ასაკი, მით უმეტეს საერთოდ სხვა მიმართულებით ვსწავლობდი უნივერსიტეტში, საჯარო ადმინისტრირების საბაკალავრო საფეხური დავამთავრე. მაგრამ იმ პერიოდში აღმოჩნდი ისეთ გარემოში, სადაც მომიწია ტექნოლოგიებთან ურთიერთობის დამყარება, ასე რომ ვთქვათ, და ეს მომეწონა ნამდვილად, იმიტომ რომ თან მაშინ ვიფიქრე, რომ ტექნოლოგიები დღითიდღე ვითარდება, შესაბამისად, კარგი იქნება, რომ მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ამ პროცესში და ერთი რჩევა სწორედ ეგ არის, რომ უკვე იმ ეტაპამდე მივედით და მომავალშიც იმ ეტაპამდე მივალთ, რომ ტექნოლოგია ყველა ცხოვრებაში აქტიურად იქნება ჩართული, ამიტომ მაქსიმალურად ყველა ახალგაზრდა კარგი იქნება, რომ ამ მიმართულებით წავიდეს. თან კარიერაზეც რომ გითხრათ, აი როგორ განვითარდა კარიერა მეორე ეტაპის შემდეგ. ხო, ბიზნეს ანალიტიკოსობით დავიწყე, ესეც ერთ-ერთი შემავალია ტექნოლოგიების სფეროში. მაგრამ მე უფრო მომეწონა IT პროექტების მართვა, რადგან რამდენიმე ტიპის როლთან მიწევდა, ასე რომ ვთქვათ, მუშაობა იქ ბიზნეს ანალიტიკოსთან, ტესტერთან, დეველოპერებთან, შესაბამისად ეს უფრო ჩემთვის საინტერესო იყო. თან პასუხისმგებლობის გრძნობას, PM-ს უფრო მეტი აქვს, ასე რომ ვთქვათ, ზურგზე და შესაბამისად ეგ მომწონს დღემდე და შესაბამისად მაგიტო ვარ IT პროექტ მენეჯერი. დღემდე 6 წელია მოკლედ ამ მიმართულებით ვარ და ხო, მაგრამ ერთი რჩევაც ის არის, რომ იმის მიუხედავად, რომ ხა მე 6 წლიანი სტაჟი მაქვს, ასე რომ ვთქვათ, მაინც ყოველდღიურად ყველაფერი იცვლება ტექნოლოგიებში, ამიტომ ახლაც ამ ეტაპზეც სხვადასხვა კურსებს სხვადასხვა კურსებს ვეცნობი, გავდივარ, ამიტომ ნებისმიერ ახალგაზრდას ვურჩევდი, რომ არასოდეს არ გაჩერდეს ამ მიმართულებით და მაქსიმალურად ეცადონ, რომ განვითარდნენ.
დიდი მადლობა ლიკა, ისევ თქვენთან გადმოვინაცვლებ რეგიონალურ ხელმისაწვდომობაზე მინდა გავანმავრცოთ უფრო ვრცლად რომ ვისაუბროთ ბათუმი მიმოვიხილეთ და პრინციპში ძალიან დეტალურადაც ვისაუბრეთ. რა ხდება სხვა რეგიონებში და რა გეგმები გაქვთ და ბოლოს თბილისზეც აუცილებლად ვისაუბროთ, სადაც საკმაოდ დიდი კოლეჯი იხსნება თქვენ. სქილვილი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან, მაგალითად ლაგოდეხის მერის დაფინანსებით ყავდა არაერთი სტუდენტი, რომლებმაც გაიარეს სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულებით ჩვენთან კურსები. ახლა სწორედ ცოტა ხნის წინ მქონდა ერთ-ერთი გამოსაშვები ღონისძიება, სადაც ქონდა ესეთი მაგალითი, რომ ლაგოდეხში ჩვენმა კურსდამთავრებულებმა სწავლის პროცესში თავისით იპოვეს სამსახური და ამ სწავლის პროცესში, რა თქმა უნდა, თვითონ პრაქტიკას გადიოდა გრაფიკული დიზაინის მიმართულებით სწავლობდა და პრაქტიკას თან სწავლობდა და თან პრაქტიკას ახორციელებდა, ესე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი სილამაზის სალონისთვის ქმნიდა ვიზუალურ, ესე ვთქვათ, გრაფიკულ ნამუშევრებს. შესაბამისად, ეს არის ერთი მაგალითი, ახლა რაც გამახსენდა და ძალიან კარგი და სწორად უდგება, ესე ვთქვათ, რეგიონები და მათი მუნიციპალიტეტები ამ მიმართულებას და შემიძლია ვთქვა, რომ როგორც სულ ახლახანს ლაგოდეხში ქონდა ჰაკათონი, ასევე ლაგოდეხის მერიამ დააფინანსა იდეა, რომ ლაგოდეხი გამختارიყო უფრო მეტად ციფრული და ტექნოლოგიური და ესე ვთქვათ, ბავშვებს ქონდა ძალიან კარგი, ჩვენივე კურსდამთავრებულებს ქონდა ძალიან კარგი იდეა, რომლის აღსრულებასაც ბავშვებიც ახალგაზრდები ჩაერთვებიან უკვე და დაიწყებენ და გააკეთებენ, შექმნიან ციფრულ პროდუქტს. თანამშრომლობთ სენაკთან, ვასწავლით ყავს სენაკიდან სტუდენტები. ლიკა, უნდა შეგაწყვეტინოთ სარეკლამო ჭრა მოგვიახლოვდა და განვავრცელოთ რეკლამის შემდეგ საუბარი. დავგვალოდეთ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ეთერში. გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი თაისი ბუშულთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. Toyota ცენტრ თბილისში საგაზაფხულო აქცია გრძელდება. ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით ძრავის ზეთსა და ფილტრებზე. შეხვდი გაზაფხულს მომზადებული Toyota ცენტრ თბილისთან ერთად. სერვისის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 2511 252 2022 ან გვეწვიეთ მისამართზე დავით აღმაშენებლის 116. ივლისის ცხელი დღეები მოითხოვს განსაკუთრებულ ზრუნვას საკუთარ თავზე. დასვენება სადაც დრო ჩერდება და ყოველდღიური ხმაური უკან რჩება. დაისვენე სასტუმრო ჯორჯია პალასში, ქობულეთში, სადაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელოდება. საოცარი ზღვის ხედები, განახლებული სივრცეები, გემრიელი სამზარეულო და მაღალი კლასის მომსახურება. სწორედ ის, რაც ნამდვილ ზაფხულს უხდება. დაჯავშნე შენი ზაფხული დღესვე. დეტალებზე დაგვიკავშირდით 577 24 24 25. ჯორჯია პალასი, სასტუმრო და სპა ქობულეთი. Toyota ცენტრ თბილისში საგაზაფხულო აქცია გრძელდება. ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით აკუმულატორებზე. შეხვდი ზაფხულს მომზადებული Toyota ცენტრ თბილისთან ერთად. სერვისის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 2511 252 2022 ან გვეწვიეთ მისამართზე დავით აღმაშენებლის 116. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. მედიკამენტები, საკვები დანამატები, თავის მოვლის პირის ღრუს და ბავშვის პროდუქტები. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობას და სილამაზეს სჭირდება. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. Silk Post-ი, სახმელეთო ამანათების საქართველოში. გამოიწერეთ ამანათები ჩვენთან და ისარგებლეთ სწრაფი სერვისითა და ბიუჯეტური ფასებით. დარეგისტრირდით. ჩვენი ვებგვერდის მისამართია: www.silkpost.g. რეკლამა რადიო კომერსანტზე. გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი თაისი ბუშულთან ერთად. ჩვენ დავბრუნდით ეთერში ჩვენ სტუმრებთან ერთად ლიკა მენაღარიშვილი და ნატა ცეცხლაძე არიან ჩვენი სტუმრები. ლიკა რეგიონალურ დაფარვაზე ვსაუბრობდით ქილვილის და გისმენთ განაგრძეთ. კი ბატონო, როგორც აღნიშნეს, ქილველი მჭიდროდ თანამშრომლობს მუნიციპალიტეტ
ექსპერტებთან და მათ ესე ვთქვათ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ლაგოდეხის მერიასთან თანამშრომლობთ ჭიდროდ და ყავს ძალიან ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ლაგოდეხიდან, რომლებიც უკვე არიან დასაქმებული და თავიანთ რაც ისწავლეს ესე რომ ვთქვათ ჩვენთან ამ პროფესიებს ავითარებენ. სულ ახლა ხავს მქონდა ჰაკათონი, რომლის მიზანი იყო რომ ლაგოდეხი გამხდარიყო მეტად ციფრული და ტექნოლოგიური შესაბამისად ჩვენმა სტუდენტებმა შესთავაზეს იფიქრეს ლაგოდეხის მერიას როგორ განევითარებინათ ესე ვთქვათ ლაგოდეხი ციფრული მიმართულებით და მოეწონათ ესე ვთქვათ იდეა და დაუფინანსეს და ახლა აღასრულებენ ამას და ეს ერთის მხრივ ძალიან კარგია, იმიტომ რომ ახალგაზრდები არიან ჩართულები განვითარებაში და ნატაც დამეთანხმება, რომ რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც რაღაც ახალს სწავლობ და მერე შენ გაქვს შესაძლებლობა, რომ შენივე, ესე ვთქვათ, რეგიონში ეს შენი ცოდნა გამოიყენო და ამის შესაძლებლობას გაძლევს თავად მერია. გარდა მაგისა თანამშრომლობთ სენაკის მუნიციპალიტეტთან და სენაკშიც არაერთი კურსდამთავრებული ყავს, მათ შორის ყავდა დედაშვილი, რომელიც უფრო სოციალური მედიის მართვის მიმართულებით იყო და ორივე ერთად სწავლობდნენ და ძალიან ესე ვთქვათ კმაყოფილები იყვნენ დედაც და შვილიც. ასევე ჭიათურიდანაც ყავს, ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან თანამშრომლობთ და სადღაც აი ფარავთ დაახლოებით ზუსტად ციფრიც რო არ მერიოს 11 რეგიონს, ეს არის იმერეთის მხარეც, არა სხვადასხვა კახეთი, კი ბატონო, გარდა ლაგოდეხისა სხვა რეგიონ ქალაქებში, მუნიციპალიტეტებშიც ყავს სტუდენტები, ეს რაც შეეხება მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით და ისე ზოგადად ასევე ბათუმთანაც აჭარაშიც თანამშრომლობთ ახალგაზრდულ ცენტრთან შესაბამისად გვიხარია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ადგილობრივი თვითმმართველობა სხვადასხვა რეგიონების ძალიან გვეთანამშრომლება და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რომ ამაში ჩაერთონ და შესაძლებლობა მისცენ მათ ახალგაზრდებს, რომ სწორედ დღეს რაც ყველაზე მეტად მოთხოვნადია ის პროფესიები, დაეუფლონ. ამაში მართლა ძალიან დიდი ხელშეწყობა აქვთ რეგიონებიდან და მეორე ხელშეწყობაში დაფინანსება გულისხმობა პირველ რიგში არის დაფინანსება. ხელშეწყობაში გულისხმობ იმას, რომ რეალურად მათი დაფინანსებით ისინი სწავლობენ ჩვენთან უსასყიდლოდ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერი რეგიონისთვის და დაინტერესებული ადამიანისთვის, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა შეუძლიათ რომ ისწავლონ ჩვენთან. გარდა ამისა ძალიან აქტიურად არიან ჩართულები კომპანიები, კერძო სექტორიც. ჩვენ ახალ ციხეში ყავდა ძალიან გადავამზადეთ სტუდენტები, თვითონ კომპანიები ზრუნავენ სპეციალურ კურსებს, გთხოვენ ხოლმე ზოგადად skills, რომ მათი ესე ვთქვათ საჭიროებებზე მორგებული კურსები გვაქვს ხოლმე შემუშავებული და ვამზადებთ მათ ესე ვთქვათ თანამშრომლებს. ანუ როგორც ესე ვთქვათ ანუ ასაკობრივი შეზღუდვაც არ გაქვთ თქვენ ხარ? ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს, თუ არ ვცდები 14 წლიდან უკვე ზედაზღვარი ვიგულისხმე ამ შემთხვევაში არ გაქვთ დასულებს შეეხეთ. ყავდა ერთ ქალბატონი, რომელიც სრულიად სხვა მიმართულებით მუშაობს და ისწავლა კიბერუსაფრთხოება, რომელიც ძალიან აინტერესებდა და ახლა დაასრულა ჩვენთან სწავლა. და არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ როდესაც რაღაც გაინტერესებს, არასდროს არ არის გვიანი, ეს არის ის პროფესია, თუნდაც რომ ხარ ექიმი, იურისტი, შეგიძლია პარალელურად ისწავლო და განვითარდე და ამ მიმართულებითაც იმუშაო, იმიტომ რომ მე მყავს მეგობარი, რომელიც სამედიცინოზე სწავლობს. სამედიცინო ხო იცით როგორია, რომ მთელი მეგონია, რომ დედა ჩემიც ექიმია და მთელი ცხოვრება სწავლობენ. ასე ან მეგობარი მყავდა დაკარგული, სულ სწავლობდა აი ექიმი უნდა, აი ბავშვობიდან იცოდა, რომ ექიმი უნდა გამოსულიყო. პანდემიის დროს ჰქონდა შესაძლებლობა და დაინტერესდა, ან დრო გამოუჩნდა და დაინტერესდა გრაფიკული დიზაინით. დღეს არის ერთ-ერთი წამყვანი გრაფიკული დიზაინერი. ჩემი ოცნებაც არა, რომ გამომნახო ამისთვის, რომ გრაფიკული დიზაინი ვისწავლო. მგონია, რომ ძალიან ისეთი საინტერესო და მინდა, რომ არ გამორიცხავს
და არასდროს არ არის ხო რა თქმა უნდა და თუ რაღაც გაინტერესებს და გაქვს სურვილი ყოველთვის მაგას ვამბობ რომ არასდროს არ არის გვიანი და ყოველთვის შესაძლებელია რომ განვითარდება აქვე დავამატებდი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ეს ისეთი პროფესიებია რომ რეალურად ონლაინაც შეიძლება ისწავლო და რეგიონი რო ისწავლი რეგიონიდანაც დასაქმდე მარტივად დისტანციურად დაიწყო მუშაობა. შესაბამისად რეგიონის განვითარების თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი დაფინანსებები და მერია რო ამას აკეთებს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნამდვილად. კი და თქვენი მხრიდან კოლეჯის იხსნება თბილისში, მოდი თბილისზეც აუცილებლად ვისაუბროთ, ისე არ დავასრულოთ გადაცემა და ლოკაცია სად გექნებათ პირველ თბილისში იხსნება ავლაბარში ჩვენი კოლეჯი, რომელიც სრულად აღჭურვილი არის თანამედროვე სტანდარტებით, აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები, მოსასვენებელი ზონები, კაფეტერია და გვექნება სპორტ დარბაზიც. მართლა ისეთი კამპუსია, რომ ძალიან 4 სართულზე იქნება სრულად განთავსებული ეს ჩვენი სივრცე და კოლეჯი. თბილისის შემთხვევაში ახლა გავდივართ ესე რომ ვთქვათ, ვართ პროცესში ავტორიზაციის, უпростоრად რომ დავიმატოთ, ანუ ბათუმში ხო გვაქვს ერთი მიმართულება და თბილისში გვინდა გქონდეს 5. შესაბამისად ახლა სწორედ გავდივართ ამ ეტაპებს, ესე რომ ვთქვათ და გვინდა რომ თბილისში შევთავაზოთ შემდეგი მიმართულებები. ეს არის კვლავ front-end development-ის მიმართულება, გრაფიკული დიზაინი, კომპიუტერული ქსელები და სისტემები, ბუღალტრული აღრიცხვა, სკოლამდელი აღზრდის მასწავლებლის მიმართულება, ესე რომ ვთქვათ. ამ 5 მიმართულებას შევთავაზებთ, ინფრასტრუქტურა მართლა გამორჩეულია მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით თბილისის კოლეჯი, იმიტომ რომ ანალოგიური არის ზუსტად ბათუმი, უბრალოდ ბათუმი არის შედარებით მცირე და თბილისი არის მთლიანი სრულფასოვანი შენობა, რომელიც ძალიან დიდია და კამპუსი არის, ესე რომ ვთქვათ. იქაც ჩვენ ველოდებით ყველა დაინტერესებულ, ესე ვთქვათ, ჩვენს მომავალ სტუდენტს, სწავლების მოდელიც ანალოგიურად განმეორდები და იქნება ჰიბრიდული, მაგრამ ანუ როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე, მაგრამ მგონია რომ ისეთი სივრცე არის, რომ მე პირადად აუცილებლად ადგილზე ვივლიდი, იმიტომ რომ მართლაც ახლა კიდე პროცესია და სრულდება, მაგრამ განმეორდები და რენდერები გვიდევს ახლა სოციალურ ქსელში და შეუძლიათ რომ დაათვალიერონ და წარმოდგენა შეექმნებათ. სექტემბერში გაიხსნება და მანდაც ანალოგიურად გამოცხადდება მიღება და მე ნოემბერში დავიწყებთ ესე რომ ვთქვათ სწავლას კი. და აქ უკვე სფეროები სხვა ბუღალტერია და სკოლამდელი განათლება. გარდა ტექნოლოგიური პროფესიებისა, ასევე გვექნება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები პროფესიული თვალსაზრისით, რაც არის ესე ვთქვათ თბილისის რეგიონში კი ბატონო, კი. ამ მიმართულებითაც როგორც ტექნოლოგიური პროფესია მიმართულებით ვაფორმებთ თანამშრომლობებს, რომ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკაზე დაფუძნებული, ანუ გარდა თეორიული ცოდნისა, პრაქტიკაზე დაფუძნებული იყოს ეს ყველაფერი და ჩვენს პარტნიორებთან ერთად სტაჟირების მიმართულებით გვექნება თანამშრომლობა და ანალოგიური, ესე რომ ვთქვათ, სისტემა გვაქვს, რაც ტექნოლოგიური პროფესიების მიმართულებით და იმედი მაქვს, რომ ბევრი სტუდენტი გვეყოლება და მათი ცხოვრება, ესე რომ ვთქვათ, პროფესიული მიმართულებით ცხოვრება ჩვენს კოლეჯში არაფრით არ იქნება განსხვავებული საუნივერსიტეტო ცხოვრებისგან, იმიტომ რომ არაერთი ქვეყნის მაგალითზე შეგვიძლია რომ ვთქვათ, რომ თუ უტოლდება ესე რომ ვთქვათ და პროფესიული განათლებაც ისეთივე მნიშვნელოვანია და დასაფასებელია და მოთხოვნადია და მნიშვნელოვანია როგორც უმაღლესი განათლება. ამიტომ ინფრასტრუქტურითაც ბევრ უნივერსიტეტს ჯობია ჩვენი კოლეჯი შემიძლია თამამად საშუალება მომეცემა რომ აუცილებლად გელოდებით გახსნაზე და აუცილებლად ჩვენს ესე ვთქვათ მომავალ სტუდენტებსაც და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა რომ თავად იხილოს როგორ კოლეჯში ისწავლიან ისინი
თბილისში. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ესეთი საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის. ჩვენ მსმენელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო სქილვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლიკა მენაღარიშვილი და ამავე ორგანიზაციის კურსდამთავრებული ნატა ცეცხლაძე. წარმატებებს გისურვებთ და შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ამ კოლეჯის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ სქილვილის ვებგვერდზეც და სოციალურ ქსელშიც იძებნება ეს კომპანია და აქვე დავამატებ, რომ პროგრამები, რომელსაც ისინი განახორციელებენ, სრულად იქნება დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან და გაიცემა დიპლომი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის. გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი თაისი ბუშულთან ერთად.